მათე ჭოხონილიძე და აბშაკ ელიზბარიანი. ელიზბარიანი ძალიან გამოცდილია, ბევრჯერ ფინალისტიც ყოფილა პრიზიორიც. კი. ჩემპიონიც შესაძლოა. კი, ევროპის ჩემპიონატებზეც არის გამოსული ასაკობრივ ჯგუფებში. მედალიც აქვს თუ არ ვწდები. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოგვივია იმ მათგან, ვინც დღეს ვნახეთ. კი და ამავე დროს ატომ ელიზბარიანის ვაჟიშვილია. აი ვინც გამოყვა ეხლა და სეკუნდანტობს. გამოცდილი მსაჯი ავიდა რინგზე, რეფერი ბარნოვი. გამოცდილია ბევრ საერთაშორისო და რესპუბლიკურ ტურნირებზე მონაწილეობა მიღებული და თუ არ ვწდები, მაგანაც შეასრულა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის ნორმატივი გერმანიაში, სადაც საქართველოსთან 4 თუ 5 მსაჯი იყო ჩაბრძანებული. აქ ელიზბარიანი არის საცი, მარცხენა ხელით შეუტია და მოარტყა, შეძლიერად, მაგრამ მოარტყა ნამდვილად. გავიდა ხა ის მაგიო წინა ხელითაც მოარტყა და შემდეგ ერთშიც მიარტყა ელიზბარიანმა. უკეთესად ჩხუბობს ამ ეტაპამდე. ნახოთ. ამის მეოთხე ფინალი მოკლედ ყველა ხვალ იქნება და იმ წონებშიც ხვალ იქნება ნახევარფინალები, სადაც ცოტა მონაწილეა. ერთხელ თუ ვწდები გვაქვს 26 ბრძოლა, ცოტა უფრო მეტი ვიდრე დღეს. რეზენი გადმოვარდა კბილების დამცავი, ამიტომ შეჩერდა ბრძოლა და განახლდა. ეს არის ბოლო დღევანდელი მეოთხედფინალი და დანარჩენ საბოლოო სამწონაში იქნება თვითონ მეოთხედფინალური შეხვედრა. თითქოს მიდენა ხა მაგივრებთან, მაგრამ ვერ გაბედა შედება ჭოხონელიძემ. აგებს ბრძოლას ჭოხონელიძე სამწუხაროდ, მისთვის სასიხარულოდ, მაგრამ ამ ეტაპზე ელიზბარიანი უკეთესად არის მომზადებული ეთქობა. უფრო გამოცდილიც არის. ნახოთ მოვლენებს რო გავასწრებთ, მაგრამ და ვთქვა რომ კარგი მოკრივეა. ესეც ახალი გადმოსულია დიდებში. მე დილასაც მოგახსენეთ უჭირთ ეს 18-19 წლის ბიჭები რომ გადმოდიან უფრო სასაკში, უჭირთ ეხლა 3 რაუნდი სამწუთიანი, ამას უნდა კოლოსალური მომზადება. რომ მოკრივემ კარგ ტემპში თან დარტყმის ძალა გქონდეს, უნდა იყო რაღაც დიდებულად მომზადებული. სხვანაირად ვერ იჩხუბებ, ვარიანტი არ არის და უყურეთ ჩვენც ახლა მომზადებული ის მესამე რაუნდში ჩამოყარეს ხელები. იც მომზადებულია, იწებს პირველივე წუთი 9 წუთამდე ეგრე გადის. ბრძოლებს რო არც იღლებიან. რთული სახეობა ყოველთვის მითქვი ერთ-ერთი ურთულესი სპორტის სახეობა, ერთ-ერთი ურთულესი. მე ხშირად მითქვია 7-8 წელი გინდა რომ მაღალი კლასის მოკრივე გაზარდო. სულ ცოტა. ეხლა თუ გაგიმართლა და მოგყვა ბავშვი შეიძლება 4 წელში, 5 წელშიც თქვას თავისად ძირითადად საერთაშორისო დონის მოკრივე რომ გაზარდო, გინდა 7-8 წელი. პირველი რაუნდი მოიგო ელიზბარიანო, მათ შორის 2 წაჭრან 10 თვლა იყო ამაში. და ის გადის ზაალ ვარდოსანიძე შეხვდება მეოთხედფინალში, ხვალ ამ ბრძოლაში გავარჯიებს. ხოლმე ამ ზონაში არ გითხარით ნატრაშვილსა და ელიზბარიანს შორის უნდა ვეძიოთ მომავალი ფინალისტი.
არა უკეთესია უნდა ვაღიაროთ ჩოხონელიძე მათე კარგი ბიჭია თუ არ ვწდები ესეც ახალბედა ახალი გადმოსულია დიდებში და უსურებს წარმატებებს მომავალში მარნეულელი გახლავთ ჩოხონელიძე ახალგაზრდული ვიზმარია სხვათა შორის მარნეულშიც კარგი მოკრიგები იზრდებიან ამ ბოლო დროს რამდენიმე ევროპაზეც ისახელა თავი მოსწავლეებში საქართველოს ჩემპიონატებზე კარგი მცდელები ემსახურებიან კარგი ხელშეწყობა აქვს დიდებული დარბაზი აქვს ჩვენ ადრეც ვიყავით საქართველოს ჩემპიონატზე რამდენჯერმე მქონია მარნეულიდან რეპორტაჟი სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატები ტარდება ხოლმე მეორე რაუნდი დიდ ყურადღებას აქცევდა მოკრიბეებს ეს ყოფილი დეპუტატი პარლამენტარი მეთო გამახსენე დიდ ყურადღებას აქცევდა შეჯიბრების ჩატარება ორგანიზება დახვედრა გასტუმრება სტუმრებისა ვაკებე ხუთინოლი მოიგო არშაკმა მეორე რაუნდიც 1 საათთან ახაც იყო 28 ან 1 საათთან არის 26 1-თან 27 და 3-თან 28 თუ აღწევი ასე ჩვენ გადავალთ ამის შემდეგ 80 კილოგრამზე სადაც არის 5 მონაწილეა სულ შესაბამისად იქნება 1-4 ფინალი რევას სილაქაძესა და გიგი თირკიას შორის საკმაოდ 3 კარგი წონა გამოვა ეს იქნება თორნიკე სულეიმანიშვილი ახალგაზრდებში ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი სამველ ყაზარიანი საქართველოს შავშანდელი ჩემპიონი ლუკა მაჭუტაძე და ეს შავშანდელი ჩემპიონი ახალგაზრდებში გიგი თირკია ბევრი მონაწილე არ არის მაგრამ საკმაოდ კაი ბრძოლები უნდა კონდეს 80 კილოგრამამდე წონაში ეს კი მესამე რაუნდი 75-ში მათე ჭოხონელიძე და არშაკ ელიზბარიანი წვილები აქ ვიცით უკვე ნატროშვილი მჭედლიშვილი ხვიტია ბერაძე შაშიაშვილი პაპაძე და ვარდოსანიძე ელიზბარიანი იქნება აშკარად თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა ამ ბოლო წუთში აქ ნახე მესამე რაუნდია და რა ტემპი მისცეს ბიჭებმა ნახეთ ორივე მოუმატა საიდან ამივარ სუსი ამივერდა სუსნიტა ცხოვრებული ჩარლი ჩაპლინის ბრძოლა გამახსენდა ვარ დღეს მიწვა ბეწინახელი თავშაგი ხო დაღლით არ დაღლილი მაგრამ
ნამდვილად ჭოხონელიძე უბრალოდ პატარაში რაღაცა საერთოდ ეთყობა სახეზე და უშიშრად მიიძევს საკმაოდ წინ, საკმაოდ გამბედარი, უბრალოდ ჯერჯერობით ჯანი აკლია, ოსტატობა აკლია, რომელსაც შეიძინს დროთა განმავლობაში. თავარია გულიანი ბიჭია, უშიშარი. იგივე ტაქტიკით არის ელიზბარიანი ძალებს ზოგავს უკვე ხვალინდელი შეხვედრისთვის. ხვალინდელ მისი მეტოქი იქნება ზალ ვარდოსანიძე. მესტი ისკრივი ვახსენით ალიოსა ჯაფარიძე და აი ეს თაობა იყო მუშკუდიანი დიდებული მოკრივე იყო გია წერედიანი ერთ წერედიანი ყავს ხა მძიმე წონოსანი საკმაოდ საინტერესო მოგვიეა ისიც მესტიანი გია სპარტაკიადის ჩემპიონი იყო მოსავლეთა შორის ახლა როგორია საბჭოთა კავშირის სპარტაკიადას რომ მოიგებს მოგრივე